საცხოვრთ. ლუკა ქავთარაძე 12 წლის და საცხოვრო. პირველი მიკრორაიონი, მე-15 კორპუსი, მე-6 სადარბაზო, მე-6 სართული, ბინა ასტუმრა. სად? პირველი მიკრორაიონი არის კიდე სხვა. აი აქ. მე-15. ვაისუბანი. ხო. მე ამდენი კლასში ხარ? მე-7. სკოლა? 173. ვინ დაწერა ვეფხისტყაოსანი? ვინ დაწერა დროს? მე არ ვიცი. ისწავლე ვეფხისტყაოსანი? ქართულ ანბანში ამდენი ასო. 32. რამდენი თანხმოვანია და რამდენი ხმოვანი? 5 თანხმოვანი. და რამდენი ხმოვანი? 28. აი. ვინ დაწერა დედაენა? ვაჟებშავი. კაი. ნუკრიშვილის ნაამბობი? ჰა? ნუკრიშვილის ნაამბობი არის მაგეთი რამე? კიდე რა გინდა? შენ აერონებში მე არაფერი. ხარ? კურსი ხარ? არა, ეს ფთიულია. ეს სომი. მე ქართველი ვარ. თომე. ვინ იყო ილია ჭავჭავაძე? არ წერალი. რა დაწერა? რა დაწერა? კი, მაგრამ ეს აწერა. ვაჟებშავი რა დაწერა? ლექსები. მაგალითად? კამერას უღე. ხო, აბა ჩვენ ისიც ვხართ, კამერით უნდა გადაგიყოთ. მაგალითად? კიდე რომელი მწერლები იცი? კიდე რომელი წერს ჩუმათი ხარ გამოიწი რა. რომელი მწერლები იცი კიდე? აი მე არ უნდა გამოვიდა. აი ხო. არა, რატო ბანემ დავიწყეთ და დავამთავროთ, როგორც უნდა ის. რატო? დაიბენი? სკოლაში რა ნიშანზე სწავლობ? რანებზე? რებზე? და ეხლა რაც გავიგეთ, რომ რიანს არ შეეფება ხვდები? შეათ კითხვები დაგის თუ ვაჟებშავილაზე, ვეფხისტყაოსანზე, 89-ზე ნახდათ არ სწავლო. უეჭველი. ქართულში რა გამოყვა? ქართულში? რა ქვია ქართულის მასწავლებლებს? არის ჩინჩა. აი, მადლობთ.